Opa! Nadie es la mala იმას გაზილერე შეგეცნე რომ გააგებინო სხვა კარგი გოგო ჰაი როგორ ხართ მეგობრებო რა შვებით ხო ხართ ყველა ჩამრთებად ისეთი ქარი არ ვიცი ხმა გესმით თუ არა სასწრაფოდ მიკროფონის ყიდვის დროა როგორც მინდა უყუროთ მაგრამ ჯერ ის მეორე მიკროფონი ხوار გავიკეთო ხოლმე მოკლედ გოგო წავიდეთ გავიკეთოთ ფრჩხილები როგორც იქნა ხელფასი ჩამერიცხა დღეს და წავიდეთ გავიკეთოთ საკმაოდ დიდი თანხა ჩამომეჭრა სამწუხაროდ რადგან მქონდა ბევრი გაცდენები და თქვენიცით კანონით ცუდად ყოფნის დროს რაღაც დღეები საპატიოში გეთვლება და დანარჩენი უკვე თანხის ჩამოჭრაზე გადადის ხო და საკმაოდ დიდი თანხა ჩამომეჭრა მაგრამ რას ვიზამთ მაგას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რომ რეალურად იქ მედება ამდენი ბავშვებისგან პატარ-პატარა დახვალებებით და რაღაცებით კანონია და უნდა დავემორჩილოთ კანონს ესე ვთქვათ წავიდეთ ახლა გავიკეთოთ ხო და საშინელ მდგომარეობაში მაქვს უნდა დავიმოკლო კიდეც რა თქმა უნდა ამ სიგრძეში ხელები არ შემიძლია ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის გრძელები ხა ეს ვიღაცისთვის ძალიან მოკლეა ჩემთვის ძალიან გრძელია და რაღაცნაირი დისკომფორტი მაქვს და კაი ქარბუქი კი ავარჩიებ ჩხილისთვის მაგრამ ახლა არ იყობა სახლში და მეთქი გამოვიყენო ეს დრო თქო და ამიტომ გავიქცეთ არ ვიცი სად ვიკეთებ ჯერჯერობით სად იქნება ადგილი ეგეც არ ვიცით და წამოდით ვეძებოთ რამე ახლა მითხარით რამდენ სალონში გინახავთ აი ეს გოგოებო და აი ის რომელიც მტვერს
ის სრუტავს და სახეში არ გეყრებათ. დავეთანხმებით, რომ ბევრ სალონს არ აქვს. ასე რომ ნახოთ რა გამოვა. ეს მაკრატლების დრო წავიდა, ხო? არა, გამოვიყენებთ. მაგრამ მაინც მაგით ხდება, ხო, ძირითადი. უნდა მომცემთ საშუალებას, რომ მხოლოდ აპარატით მოვჭრით აპარატით. თუ არ იძლევა საშუალებას, მაგ შემთხვევაში დავიხმართ მაკრატელს. ამით ხდება კარგად გამოსუფთავება და ნუნის გაშლა. არა, მადლობა. ნახოთ რა გამოვა. გზისთვის ვფიქრობდი, გადავიფიქრე და ვიკეთებ მაინც ჩემს კლასიკურ ფრენჩს. ყველაზე მეტად რაც მქონდა პრინციპში და ჯერჯერობით პროცესი მომწონს. დავისყავიანად. ხელი აქვს გდილი. ნახოთ რომ დასრულდება რა იქნება. იმედი მაქვს რომ მან მომწონს. ნუნები აი რაღაცნაირად რა როიჭი მაგიტო აი ისეთ ადგილებში მეზრდება თითქოს რომ იტყო აი აქ რანაირად აი ხა რა უნდა და აი აქ იზრდება ეჩინი ჯანტანი ხო ედა აი გადაგდო ალბათ მე თვითონ რომ ვიჭრი მე ხმად ვიჭრი ძალიან და აი ბევრი ფენა ამოდის რა არ მოდე მას მოჭრა ხმად ვიჭრა შეიძლება ვიწერს უფრო მეტად გაზეთას უფრო მეტად გაზეთას იწვევს ასე რომ ჩემს ავით ნაჯახით მივდაძდეთ ჩქვა
მოგეცეო. გადაბინდული იქნება სადაც კრემიდის სია. ხო. როცა დაიბანდა გადაბრიალდა. ან რო გაგიშრება. გაგიშებული ვარ ისე წონს მოიცათ. აუ გასწორდი. რატო არ სწორდები კადრი? გასწორდი. ძალიან მომწონს, აი ძალიან ლამაზია. რეკომენდაცია ხათოს ჩემგან TND-ში და 40 ლარი ხალხო. ამაზე ბევრად ძვირი მითხრეს ისეთებმა, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ კაპიკად არ ვარ. ამის მერე იქნება ჩემი ხათო გორჩა. კლასიკური მირჩევნია ყოველთვის, აი ყოველთვის. თქვენ ფიქრობთ. მოდი შევიდეთ. წაღება მინდა, მაგრამ ანუ თან მეზარება რა გავაკეთოთ. ანუ რამე თბილი წინდა მინდა. სახლისთვის რომ ამოვიჩლუტუნო. მაგრამ არ მიყვარს ეს რაღაცა ჭველი. ვიყავი ერთ-ერთ სალონში მითხეს 50 ლარი, ანუ ცოტა ძვირია. იმიტომ რომ დიდად ძალიან კარგი სპეციალისტიც არ არის. უბრალოდ ადგილს ვეღარ პოულობ ვერსად. მოდი მივიდეთ აი ამ სალონში. ჩემ ჯვრის წერაზე აგავიკეთებ, ფანტასტიკურად აკეთებს. უბრალოდ ადგილი არასდროს არ აქვს. ნახოთ. მოკლედ. აი ეს ბალიში ეგრეთ წოდებული ვიყიდე, გოგოებო, გონზია რო არ როგორია, პირველად ვიყიდე და ღირდა ლარი. ხო და მოდი დავტესტოთ და ვნახოთ როგორ გარეცხავს სარეცხს. ნუ ახლა არიელის ბალიშები რო ასთავით ჯობია რა თქმა უნდა. მე არიელი ჩამოტანილი ზაკოსი კიდევ მაქვს და ფანტასტიკურად რეცხავს და ფანტასტიკური სუნი აქვს და გადარეული ვარ. აქ რო ვიყიდე ეგეთი ნამდვილად არ იყო, ძალიან დიდი ხანია ვიცახი რომ ესეთი ხარისხი და ესეთი მით არ არის თქო. თუმცა ნახოთ ეს როგორია. ეს არიელი არ არის. არიელი იყო, რომელიც ადრეს დატესტილი მაქვს, ის ღირს ლარი და 80-მდე. ეს ღირდა ბევრი დაბალი ფასი, მაგრამ ეს არ ვიცი როგორია და მოდი აბა ვნახოთ როგორ გამოგვიდგება. ეხეთ როგორ ლამაზი ფერებია. როგორი ფერების გამოვიყიდე. Let's go. შემოვედით ჩემი ძმის პატარძლის საძინებელში. რომ ეს რატოა გაჭედილი. მოკლედ აი ეს ერთი ასე ვთქვათ თარო სრულად ავითვისე. მე ანუ 3 თარო მქონა ათვისებული და ისე ვქენი რომ ძალიან ბევრი სამოსი ზოგი გავაჩუქე, ზოგი გადავყარე, ზოგი ასე, ზოგი ისე და რეალურად მხოლოდ ერთ თაროს ვიყენებ ახლა. აი აქ მაქვს ბევრი ზაფხული და ძალიან ლამაზი ზედა ქვედები ხალხო, რომელსაც კიდე რო დავიკლებ, მერე მექნება ძალიან კარგად. ამიტომ აქ მაქვს იმის იმედად, რომ კიდევ დავიკლებ და ის კონკრეტული ულამაზესი რაღაცა, რაც მე მინდა, ეს რა არის? ხო ეს ზედა, არც ეს ზედა არ მინდა ახლა რო ვუყურებ, მაგრამ ოკეი. ხო, აქეთ რა არის? ეს კაბაა და იყოს, დიდად არ მინდა. ქვემოთ შიგნით მაქვს ისეთი რაღაცები, რაც მინდა. ხო, ნუ ესენი უკვე ჩემი არ არის. ხო და მინდა ერთი დღე ესენი გამოვყარო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქ რაც მაქვს, რაღაცები აღარ მინდა. ანუ იმ წამს მინდოდა, მაგრამ მე ვიფიქრე რაღაცები და აქედან რაღაცები აღარ მინდა. ხო და მოდი ერთი დღე გამოვყაროთ და ახლა ხო არ გამოვყაროთ.
აი ხო თქვი რაღაცები არის, რაც აშკარად არ მინდა და რატომ აქვს შენახული, კიდევ ვერ გამიგია, აი არ ვიცი. აშკარად არ მინდა. ეს კონკრეტული შარფი არ არის ჩემი ბრძლის არის, ამიტომ მის თაროზე მოვასკუპოთ. ეს სვიტერიც ჩემარცალმა დამიტოვა, ძალიან თბილია, მისია და თითქმის არ მცნია, თუმცა იმდენად თბილია, ახლა მცივა კატასტროფულად და პანჩუ თუ რაღაცას რო ეძახია, ხო იცი და მოდი ჩავიცვათ. და ვნახოთ, ანუ დამიტოვა რომ ძალიან თბილიაო და ვაი მე რო იქით გავედი ვიცოდი, კარგად ჩარმა. ხო და მოდი ჩავიცვათ. ეხლა ვნანობ რატომ არ ვიცვამდი, ანუ იმიტომ რომ სასწაულად თბილია. ხა მე ესეთი რაღაცა პანჩუები არ მიყვარს დიდად ნაქსოვი. ანუ მაგრამ ის არის აი ძალიან თბილია, ანუ ეხლა რაღაცა ყაბალახაზ უგავარ, მაგრამ ნახეთ იმისთვის რომ რაღაცა ფილტრებზე თბილად იყოთ და მოკუსკუსებულები იყოთ. და ეხლა მაგათად აქ ჩემი ძმის საძინებაში გავთიშეთ გათბობა, იმიტომ რომ ნუ აქ არავინ აღარ არის, ბებოც არ არის აქ შესაბამისად ტყუილად იყო ჩართული, ხო და არის ისეთი თბილი ხალხო, ანუ საერთოდ ვერ გძნობ თუ უკან ბეჭი გაქვთ, ისეთი თბოში გაქვთ. ხო და მოდი გვეცვას. მოკლედ უამრავი სამოსია, ეხლა რაც შესაძლოა აღარ მინდოდეს. ეს არის შარბალი, გოგოებო, რომელიც სხვათა შორის ჩემი ზომაა. ზაფხულის გახლავთ, ან სადმე ახლას რესტორანში ჩვეულებრივად ჩაიცვამთ, მაგრამ შევინახოთ, არ მინდა, ეს არის ქვედაბოლო, რომლის წელსაც ხვდებით, რომ საკმაოდ ვიწროა. ამ ეტაპზე ეს არ მეტევა, თუმცა ამას სადღაც 5-6 კილო უნდა რომ ჩამეტიოს და ჯერ დიდად ხრობენ გითხათ რომ ამის ჩაცმა მინდა და დედარუდი ჩავიცვამ, მოგატყუებთ. ამიტომ ეს ჯინსი კარგად მაქვს ძალიან, მაგრამ ახლა არ მინდა. აი ესე ვიცი ამოჩემება გოგოებო სხვათა შორის რაღაცეების, ანუ ხომ ატყობთ რომ ამოჩემება ვიცი რაღაცეების. მეს რომელი კაბაა? ხო, ეს ის კაბაა, დედამ რომ მომცა. ნახეთ, აი ასეთია. ძალიან საყვარელია. და ამასაც ახლა არ მინდა. ხო, ეს ზეიმებზე მაცვია ეს კაბა და არ გვინდა. ეს კაბა ამქონი, ხო არა, აშკარად კაბა. ეს არის რაღაცა მოდოგვისფერი კაბა. დედამ ასე თქვა. საკმაოდ გრძელია და საკმაოდ ვიწროა. ამას უნდა კარგად დაკლება და თუ აი კარგად დავიკელი, ამას შეიძლება მე რა წონაც მჭირდება, იმ წონაზეც კი ვერ ჩავიცო, ძალიან ვიწროა. და ვნახოთ ყოველ შემთხვევაში ახლა იდოს და მე ვნახოთ საით გადავისვით. ეს კონკრეტული კაბები ვიცი და არ მინდა ახლა ყოველ შემთხვევაში. ეს რა არის უფალ? ვაიმე ვგიჟდები, ანუ დაკლება მარტო იმიტომ მინდა რომ ეს კაბა ჩავიცვა. აი ულამაზესი, მე არ ვიცი ხე კადრში როგორ გამოჩნდება ეს სილამაზე. მაგრამ არის ხალხო ულამაზესი. ვაიმე გიჟდები, ნახეთ ბოლოში როგორია. ულამაზესია. მაქვს მუხლს ცოტა დაბლა, ზუსტად მე რომ მიყვარს ის სიგრძეა და მე რომ მიყვარს ის სტრუქტურაა და დგომა და ყველაფერი. აი სასწაულია. უბრალოდ ცოტა დაკლება უნდა რომ თამამად ვიმოძრაო. თუმცა ისე ახლაც რომ მოვინდო მოჩავიცვა, მაგრამ ახლა არ მინდა რომ ძალიან კომფორტულად ვიყო ამ სამოსში და იმ წონამდე ჩავიდე. ამიტომ ამას ჯერ ხელს არ ვახლებ. ხო, კიდევ არის გოგოებო რაღაცები, მაგრამ ისე და ქვედა სად არის?
ეხლა ჭკუიდან არ გადავიდე. ეს უბრალოდ ყოველდღიური ზედებია და ეს არ მინდა ზაფხულებია სულ ზაფხული. ნახეთ, აქ არის. ხო, კიდევ არის ერთი არა, ორი შარვალია. ბევრი კაბებია სხვათა შორის, რომელიც დედამ დამიტოვა და მე მოგვიანებით. არის კიდევ აი ესეთი შარვალი. ფერი რაღაცა სულ სხვა საჩვენებს, მაგრამ მოკლედ ჩვეულებრივი შარვალია. ზაფხულშიო კარგად ვიშრიალებ. ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ ეკრანზე საერთოდ სხვა ფერია. ხო, ამას ვეძებდი და მოდი ეს აქიდოს. სხვა კაბებიც არის გოგოებო და მაგას მერე გაჩვენებთ. ახლა მინდოდა გადმომეხარისხებინა რა, აღარ მინდა. და ეხლა რო ვუყურებ აქ მხოლოდ 3 ზედა არ მინდა, მოკლედ ზედები უკვე გადმოტანილია აქეთ. და მოკლედ ისინი აღარ მინდა. ნახეთ რა ლამაზი მოსაცმელი უნდა გაჩვენოთ. ძალიან ლამაზია. გამჭვირვალეა. ეს უბრალოდ მოსასხამია, ასე ვთქვათ, რამე ზედაზე. ხა მარტო ამას ვერ ჩაიცვამ, არ შესაკრავი აქვს და არაფერი არ აქვს. კარგი, ეს ზედები რაც გადმოვალაგე მე ის 2-ისა 3 არ მინდა. ის კონკრეტული 3 ზედა. და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ აი ამათ. ეს არის ზედა ქვედა. კარგად მქონდა უბრალოდ აი ცოტა ოდნავ ვიწროთ. ნუ კარგად თუ გაქვს ვიწროთ როგორ გაქვს. ხო, ეს კი კარგად არ მქონდა. ვიწროა ცოტა და რა თქმა უნდა დისკომფორტს განვიცდი. ნახეთ როგორი ლამაზია. აი ესეთი ფერია. მუხლამდეა, მოკლედ როგორ გიხსნათ, ქვედა ბოლოა. და როგორ მინდა რომ სადმე ისეთ კარგად თუნდაც თეატრში წავიდე, ან რაღაცა ისეთ ადგილას წავიდე ამით. სად არის? აი ძალიან მომწონს და ძალიან მოვიხდინე რომ ჩავიცი და მივხვდი რომ რაღაცა ჩემი სტილია თქო რა. თავისი პერანგი აი ასეთი ულამაზესი ხილებით. მე ხილებზე მაქვს ცოტა გართულება. თავისი ულამაზესი ხილებით. თავისივე ის აქვს. მოქვია იმას. ერთი წუთით. რაღაცნაირი დგომა აქვს ძალიან ლამაზი. მოკლეა, ნახეთ. ესეთი მოკლეა. ზაფხულის არის. და ეს ზედა ქვედა ერთად რო ჩავიცი მაღლებზე, აი გამოვშტერდი. ისეთი ლამაზია, რომ მარტო ამისთვის რო ღირს დაკლება და აი იმ კაბისთვის ულამაზესი როა და რო გაჩვენეთ. მაგისათვის ღირს ნამდვილად ეს რამდენიმე ზედა აღარ მინდა, ამას აღარ შევდებ. ხო, ნუ ეს იყო რაც გულში მქონდა, რომ აღარ მინდოდა. რამდენიმე წუთით ვისაუბროთ ფჩხლებთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვარ, გავიკეთე TNDL-ში. TNDL-ში ადრე მქონდა გაკეთებული ჩემ ჯვრის წერაზე და მეგონა რომ ისე იქ მივდიოდი და იქო გელაქით გამაგრებას არ აკეთებსო და პირველ სართულზე გოგონა მიუღია, როგორ შესკვეთ დიდი ხანია სავარაუდოდ იქ არის, უბრალოდ მე დიდი ხანი არ მივსულა TNDL-ში. და ცოტა კი დავიჭმუჭნე თავიდან, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ხოლმე როცა არ ვიცი სპეციალისტი, ძალიან მიჭირს ხოლმე დაჯდომა და აღმოჩნდა ძალიან კარგი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ურბილესი ხელი აქვს, ხალხო, ურბილესი. რამდენიმე წუთით მეძინა კიდეც და გითხრათ, ამოჭრიში კარგად ავიჩავდე და მეძინა. არის უკომფორტულესი, ტვის არ წაგიღებთ ლაპარაკით და ტუტუტუტუტუტუებით. მომართეს მე ცხელი ყავა და უღრმესი მადლობა. აი ხო, გინდა რამე? გინდა რამე? ხო და ისეთი
კომფორტული ზონა იყო ჩემთვის ეს გავკუთვნილი, რომ აი ძალიან ვისიამოვნე და იშვიათია ხოლმე, რომ ყველაფერი ერთად მომწონდეს. ანუ ხო იცი ცოტა პრეტენზიული ადამიანი ვარ, ბუნება მაქვს ეგეთი საზისყარი. ხო და საკმაოდ სწრაფადაც მუშაობს. დამარიგა ანუ შლაკიანი ჭხილი რაში არ უნდა გამოიყენო, მაგალითად ქლორში, ვინც არის ეს გეტყვით რომ ქლორში ხელთათმაის გარეშე შილაკი არ უნდა ჩაყოთ, ასევე მოგრეხილი ვდგავარ სარკეში, როგორ ჩანს. ასევე გოგოებო, არ შეიძლება უკვე გამოყენებულ ხელთათმაში ჭხილის ჩაყოფა, ძალიან მაღალი ტემპერატურის წყალში არ შეიძლება ასევე. ეხლა ბანაობის დროს არის ცხელი წყალი, მაგრამ შეგიძლიათ თამამად უპრობლემოდ იბანაოთ. ნუ ეხლა თუ ისეთი ადუღებულია, რომ იწვით, რა თქმა უნდა, დაზიანდება. მანამდე ვიყავი რამდენიმე სალონში. ზოგმა მითხრა 50 ლარი. იცეთებმა ცოტა ყვა ჩამომვარდა, იმიტომ რომ რავი დიდად ვიცი რომ არ არიან მაინც და მაინც ხა მთლად ისე რომ 50 გადაიხადო და მოდი შევთხოვოთ არც 50 ლარი აღარ არის ხა ცოტა და ზოგან რაღაცა არ მომეწონა, არ ვიცი. არ მომეწონა მოკლედ. ხო და საბოლოო ჯამში თინდერში არც ვაპირებდი ასვლას, სიმართლე გითხრათ, ვაპირებდი ჩემი მეგობარისაც იკეთებს იმ სალონში წასვლას და მოდი უბრალოდ ავიაროთ, ხო ვიფიქრე რა და შევირბინე ბარემ. ხო და საბედნიეროდ ძალიან კარგად შემირბენია, იმიტომ რომ ვიპოვე სპეციალისტი, ვინც მომეწონა და ნახოთ, ანუ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამიცლებს, დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი. იქ ალბათ მომაჩინო, ვინც ყავა მომართვა და რავი ერთი თვეო გაკეთებული მაქვს და ისე გქონდა და რა ვიცი რა გითხრათ, ხო და ასე რომ ვისაც დაგჭირდებათ, შემიძლია ჩაგაწერინოთ ნომერი და მიაკითხოთ ნახალოკაში თიენდელში ხათოს. ესეთი ამბები. ფეხს საფხულში გავიკეთებ, ახლა არ მინდა. სხვათა შორის ფიქრობდით, რომ ხომ არ წავიდეთ თურქეთში ზაფხულში დასასვენებლად, რამდენიმე დღიდან ერთი კვირით, აი რაღაცა ეგრე, მარიკოსთან ერთად და დედამ თქვა, რომ მეც ხوار ჩამოვფრინდე თურქეთშიო და იქ იყოს რაღაცა შეხვედრის ადგილიო და დავისვენოთო. არ ვიცი, იდეა ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. თურქეთში არ ვარ ნამყოფი და ჩემ თავზე მომეშალა ნერვები, რომ მეთქი რა კონჩერ ვარ ნამყოფი თქო რა, აი თურქეთი არა, თითქოს ყველა რომ ნამყოფია და აქვეა და კი ძალიან ბევრი ადგილას არ ვარ საქართველოშიც ნამყოფი, ესე თუ იმჯელებთ ჩემ და სამარცხვინოდ ძალიან ბევრი ადგილას და მოკლედ თურქეთში მინდა წავიდეთ. ხო და ვნახოთ, გამოვარ საკითხია, მაგრამ რაღაცნაირად იდეა ჩავუყარე და რასაც ჩავუყრი ყოველთვის ისე ხდება ხოლმე, რომ ჩემ და საბედნიეროდ მისრულდება, ხო და იქნება ესეც მისრულდეს. იქნება რა ახალ აუსრულებელი რა არის გეხოცებით ახლა 200 ლარში წახვალ წამხვალ თურქეთში, მაგრამ ხო, ნუ ნახოთ რა დაიგეგმება, როგორ დაიგეგმება, რას დავგეგმავთ, შესაძლოა სულ მომიყირავდეს გეგმები და საერთოდ სხვა გეგმებზე გადავეწყო. მაგრამ ამ ზაფხულს თუ იმ ზაფხულს ყოველ შემთხვევაში გადავწყვეტეთ, რომ თურქეთი იყოს ადგილი, რასაც მოვინახულებთ. მე არ ვარ ნამყოფი, თორე ჩემი ყველა ნამყოფები არიან ერთი მე ვარ რაღაცა. არსებობს ნამყოფი არა ვარ. ხო და ესეთი ამბები გოგოებო. ცოტა უკეთ ვარ. ბევრად უკეთ ვარ, ბევრად. თუმცა ეს სისუსტე დამიტოვა და ზულების ტკივილი და რაღაცები აღარ ვაქცე ყურადღებას, იმიტომ რომ რაც თავარია სიცხეები აღარ მაქვს და ყელი კიდე მტკივა. დღეს ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რატო აღარ მივედი. ჯერ ნანიკოსთან რომ მივხვდი ერთი კვირით ადრე უნდა ჩაეწერო ყველა ვარიანტში, მაგრამ აღარ მოვინდომე მოკლედ არ ჩაწერა არაფერი, იმიტომ რომ ჯერ ისევ ყელი ვერ მაქვს კარგ მდგომარეობაში და ჯერ ისევ რაღაცა დისკომფორტი მაქვს, სისველი მაქვს და ანუ მოკლედ აპიდაღებული და კიდეს ვერ თქო და
ამიტომ ხო, სრუტუნთან დაკავშირებით ცხვირი მოიხოცეო და გოგოებო ცხვირს მოხოცვა კი არ არის თავი პრობლემა. ესე რომ შების ჰაერი არ ყოფნის, ამიტომ სრუტუნობ და არა იმიტომ რომ სისველი მაქვს და ასე რომ ხო კიდევ ერთი ცუდ კომენტარებს რომ დამიწერთ, ძალიან ერთხელ რა ნუწაშლით გოგოებო, იმიტომ რომ საკუთარ ტექსტებზე აგეთ პასუხი, თორე მეტი საქმე არ მაქვს თქვენი კომენტარები ვშალო. ყველამ ჩვენ რაღაცაზე ვაგოთ პასუხი. წავედი ხა მე ჩავხედავ ბავშვს სარიცხი შევყარე ბარემ ისეთი ქარია რომ 1-20 წუთში გაშრება. დღეს მოკლედ სარიცხის დრა მოვაწყე, ხვალ შეღებვის დღე უნდა მოვაწყო, აუცილებლად თმა უნდა შევიღებო, ხვალტულზე მოკლედ უნდა შევიღებო. ხო და ეს აი მის დარდი მქონდა ეგ რაღაცები ისეთი მაქვს შეყრილი, რაც აღარ მინდა თქო და რომ გამოყარა გულზე მომეშვა. მოკლედ ესეთი ამბები. წავიდეთ, მე მგონი ოჯახს ყავა უნდა და კიდევ გამოვიარე და მაღაზიაში თებში ვიყიდე 2 აი ეს თებში მეც რომ აქვს. მოკლედ რომ ძალიან რომ მიყვარს თეთრები, ეგ ვიყიდე 2 თებში არასოდეს არ არის ბევრი და უნდა გქონდეს. თან ძალიან ბევრი არც მქონდა ეგენი და ბარემ მგონი 12 მაქვს თუ რაღაც არ მახსოვს 13. რავი აღარ მახსოვს და 2 ცალიც ბარემ მივამატე. აქციაში ქონდა და წამოვიღე ბარემ 2 ცალიც. ხო და რაღაცა თებში კი რაღაცა პატარა ჯამები აღარ მომწონს რაც მაქვს და უნდა გამოვცვალო და ერთი დღე მინდა სუპერში გავიარო. ხომ არ იცით ფასდაკლებები თუ არის, იმიტომ რომ სუპერში ფასდაკლება როა მაშინაც ძალიან ძვირია და რაღაცა ცოტა გრანდიოზული ფასდაკლებები ხო არ არის, ხომ არ იცით? ან სადმე სხვაგან რამე სხვანაირი ჭურჭელი მინდა მოკლედ. საჩქარო არ არის, მაგრამ ნუ მოკლედ ჭურჭელი მინდა, რამე ეს ღრმა ჯამები მინდა. რა ვნახოთ. ანუ ამას თქვენს ხედავთ თუ რა ქვია ახლა ამას. არ ვიცი, მეთქი. ერთი უნდა მივაყურადო, აბა значит რა ხდება რა ჩხუბია რა კამათია რა დავა რა ხდება. ეხლა ის ოჯახზე არც ლაპარაკი არ მიუყარს და არც ამბების გაგება და ერთ მაღალო ჯვარი მწერია, მაგრამ ისე უნდა ვიცოდე რა ხდება. ხო მეც ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან, მადლობა ღმერთს. მივაყურადე მარცხენა ყური. მაგრამ ჯერ კარგად არ მესმის და არავიზიზე რა. მესმის ხმა, დუნარა დაკლა. მივაყურადე. ისე უბნება, ვინც არა? იმან იცოდე დაკლა. აიმე. შემოვიტყვი თავში ხელები, შუ უკვე ვიღაცა კვდება და მე ვაფშიც. ვერ გავდივარ გარეთ, რომ რას ვეთქვი ახლა გიყურადებითით ვეთქვი, ხო ვერ ვეთქვი. ჩემთვის გულში ვაბობ ქალო, რა ვიცი არა გამოიქეცი გარეთ. თანა მაინტერესებს, აბა რა სიზავს ისიც, თენგო. კიდე, არა მაყენო დაკლა, ისიც ეუბნება, ნეტამს ადგებოდე. მე რაღაცა არ ვიცი,